ამ 40%-ს, სადაც ხვდებს 40 იძახი. კარგი, სანამ 40%-ს დავილაპარაკებთ, თქო, მოკლე განცხადება გავაკეთო. მინდა მოგესალმოთ პირველ რიგში თქვენ ყველას. და მივესალმო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილებას საქართველოს ხალხისთვის 110 მილიონი ლარის ოდენობით ახალი დახმარების გამოყოფის თაობაზე. ამერიკის კონგრესი მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართულ ხალხთან მეგობრობას და ეს დახმარება კიდევ ერთი კონკრეტული გამოხატულება იმისა, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხი მივისწრაფით არა მარტო მეგობრობისკენ, არამედ თავისუფლებისა და დემოკრატიისაგან. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ 2014 წელსაც გაგრძელდება ამერიკული დახმარება ქართველი ხალხისთვის. რა მიმართულებით წარიმართება ეს 110 მილიონი დახმარების სახით, ამაზე მთავრობამ დამატებით მოგვახსენებს და ინფორმირებული უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება თითოეული ამ მილიონის დახარჯვის მიმართულებასთან დაკავშირებით. ამავდროულად მინდა ჩემს განცხადებაში შევეხო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც. მოგეხსენებათ, გუშინდელი ღამე საკმაოდ დრამატულად განვითარდა უკრაინაში. ეს ქვეყანა ზღვარზეა სამოქალაქო კონფლიქტის და შესაბამისად მე როგორც მოქალაქე, როგორც მხარდამჭერი უკრაინული საზოგადოების გამოვხატა ღრმა შეშფოთებას და პასუხისმგებლობას მოვლენების მშვიდობიან განვითარებისათვის ვაკისრებთ ყველა მშვიდობიანად მოაზროვნე ადამიანი მთელი მსოფლიოს უკრაინის ხელისუფლებას, რომ პროცესები არ მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს და ქმნის ძალიან სერიოზული საშიშროების საფუძვლებს, რისი ყველა ნიშანიც გუშინ ყველამ ვიხილეთ და რომლის რეაგირების გარეშე დატოვებაც არ ამგონია პატიოსანი მოქალაქის ვალი იყოს. აი ეს არის ჩემი მოკლე განცხადება, რაც თავში მინდა გამეკეთებია ამერიკული დახმარების და უკრაინაში განვითარებული მოვლენების თაობაზე. ეხლა დავიწყოთ შენ. რა გინდა 40%-ი ხარ? ცოტა თუ ბევრია? ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს მორალური უფლება ამ საკითხის გაპროტესტების, იმიტომ რომ ისინი არიან ხალხი, რომელმაც 30%-იანი ბარიერი ჩაატარეს თბილისის მერის პირდაპირ წესით არჩევნები. აქედან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობას დაკარგული აქვს მორალური უფლება საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისას რაიმე პრეტენზია გამოთქვას. რაც შეეხება საზოგადოების დანარჩენ ნაწილს, რა თქმა უნდა, მათ აქვს მორალური უფლება და კოალიციის შემოვალი მათ შორის ბევრი პარტიაც მხარს უჭერდა ბარიერის 50%-მდე გაზრდას მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებში. მე არ დაიმალავ ჩემი პოზიცია, არც ჩემი მეგობრებისთვის, არც საზოგადოების მე ვემხრობი 50%-იან ბარიერს. თვითმმართველ ქალაქების მერების არჩევასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მოგვიწევს გაზაფხულზე 63 მუნიციპალიტეტის მინიმუმ 70 მუნიციპალიტეტამდე გაზრდა, ხოლო სხვა დათვლებით შეიძლება 80 მუნიციპალიტეტიც კი ავიდეთ, საიდანაც იქნება 12 თვითმმართველი ქალაქი, ხოლო დანარჩენი იქნება რაიონული მოწყობის დასახლება. ამიტომაც მე ვერ ვხედავ ტრაგედიას იმაში, თუ ამ 80 რაიონს და ქალაქში ჩვენ შეიძლება უბრალოდ შეიძლება გაიმარჯვოს არახელისუფლების წარმომადგენლობა. დემოკრატიის და სამართლიანობის არ არის აუცილებელი, რომ 80-ვე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების წარმომადგენელი იყოს გამარჯვებული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ 30%-იანი ბარიერის 40%-მდე გაზრდა ხელს უწყობს პროცესის დემოკრატიზაციას. ჩვენ საარჩევნო რეფორმის პირველი ეტაპზე ძალიან სერიოზული ნაბიჯები გახსოვთ თქვენ, ჩვენ გავაუქმეთ მედია შეზღუდვები, რაც არსებობდა საარჩევნო სისტემაში. ეს ამ მედია შეზღუდვების გაუქმებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, გავაუქმეთ ის ბერკეტები, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალებას იძლეოდა, გავაუქმეთ სახვითრო მანქანების გადაადგილების საშუალება, ყველა დაუშვით, ყველა შენობა გავხსენით ოპოზიციური პარტიების გამოყენებისათვის ერთი საჩივარიც არ დაფიქსირებულა ადმინისტრაციული შენობის თუ კერძო შენობის არ დათმობასთან დაკავშირებით და ამის გამოხატულება იყო სწორედ ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა სამართლიანი და არაძალადობრივი გარემოში. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ქართული დემოკრატიის და საარჩევნო სისტემის განვითარებისათვის კიდევ მძლავრი ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ კუთხით სასურველია ბარიერის შემცირება 20%-მდე, მხედველობაში მაქვს პარტიული ბარიერის შემცირება 20%-მდე და ვერაფერს ვერ ხედავ იმაში, რომ 40%-იანი ზღვარი მაჟორიტარულ სისტემის არჩევნებში გაიზარდოს 50%-მდე ზღვარში.
თუმცა ამ შემთხვევაში ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, უმრავლესობაში უფრო განწყობა გაზრდისკენ, მაგრამ 40%-იანი გაზრდისკენ, რაც ვიმეორებ არ არის ცუდი, კარგი არის საარჩევნო რეფორმისთვის. ეს მათ უნდა გითხოთ. ეს მათ უნდა გითხოთ. ჯერ დაილოდი ქორე შენი კამერა გაგაფუშა. თვით გამთა. იმედი გავიდა ველდა. ესე იგი, არც უმრავლესობის ფორმატში და არც ფრაქციის ფორმატში ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. ყველა ვარიანტში კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ იანვრის ბოლოს არაუგენეს თებერვლის დაცვისა უნდა გყავდეს კანდიდატი მთავარი პროკურორის. ვინ იქნება, ეს უკვე დამოკიდებულია ჩვენი სამართლებრივი სისტემით, იუსტიციის მინისტრზე და პრემიერ-მინისტრზე. ამ ორ პიროვნებაზე დამოკიდებული ვინ იქნება მთავარი პროკურორი, ამიტომაც ამ შემთხვევაში ისინი იქნებიან, თქვათ, კანდიდატების დამსახელებელი სუბიექტები. რა, ფესელია რა. ოდესი არ მისმნე რას ვლაპარაკე, ხო? საუბარია იმაში, რომ თქვათ, რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადმოიწია აქ, რუსეთ-საქართველოს საზღვარი ეს და არა რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი. თუ თქვათ, რუსეთი არღოს არა, დე იურე საზღვარზე უნდა ლაპარაკობდეთ თქვენ. თუ თქვათ, რუსეთის საზღვარი, თქვათ, გაგრასთან გადმოიწია 11 კილომეტრი ამას გულისხმობთ, ამ შემთხვევაში ეს არის საუბარი საქართველოს რუსეთის საზღვრის დარღვევაზე, რომლის ნაწილია, რა თქმა უნდა, აფხაზეთის მოსახლეობაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია სწორია მამუკას მოსაზრება, რომ ამ შემთხვევაში ქართველების და აფხაზების ინტერესები თანხმედრაში მოდის, იმიტომ რომ ყველა გოჯი მიწა, რომელიც ფსოუს აქეთ ფიქსირდება, ეს არის ქართულ-აფხაზური მიწა, ამიტომაც ამით მიკუთვნება რუსეთის ფედერაციამ არ იქნება არც სწორი, არც სამართლებრივი და არც მორალური. აქედან გამომდინარე, თუ ამ ფაქტს აქვს ადგილი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ერთობლივი პროტესტის გამოთქმის საფუძველი. ამ შემთხვევაში საინტერესოა თავად გარემოებები, რა გარემოებებზე გვიწევს კომენტარის გაკეთება. თუ საუბარია იმაზე, რომ ფიზიკურად რუსებმა ჩააყენეს ჯარისკაცები ფსოუს აქეთ, თუ ამაზე საუბრობთ და ამით დამოუკიდებელი გარემოებები გვაქვს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დიპლომატიური არხების მეშვეობით პროტესტის გამოთქმის საშუალება საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ბუნებრივია აფხაზებს მოუწევთ ანალოგიური პროტესტის დადასტურება. და შეიძლება ეს პროტესტი გამოიხატოს დამოუკიდებელი დოკუმენტების შედგენაში, დამოუკიდებელი ნოტების შედგენაში, მაგრამ შინაარსობრივად ეს იქნება, თუ ამ გარემოებებს აქვს ადგილი, კვლავ ვიმეორებ, პირველი შემთხვევაში ქართულ-აფხაზური პოზიცია დაემთხვევა ერთმანეთს
და ვიმეორებ სოუსახეთ ყველა გოჯი მიწა არის ქართულ აფხაზური მიწა და ჩვენ ქართველებს და აფხაზებს ერთობლივად მართებს მისი დასმა. კი ბატონო. ესე იგი, როცა ფრანგი ადვოკატები აცხადებენ, რომ კეზერაშვილი დაკავებულია ქართული მხარის მოთხოვნით, აქ არის შესაკითხის შემდეგი რამ, რომ ქართული მხარის მოთხოვნას რა სამდურავი უდებს საფუძვლად, რას ედავება ქართული მხარი. რა თქმა უნდა, ექსტრადირებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, პიროვნება 1, 2, 3 თუ 10 დანაშაულში იქნება ეჭვმიტანილი. ერთ დანაშაულიც უკვე საკმარისია პიროვნებასთან მიმართებაში, რომ მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ განხორციელდეს სახელმწიფოს მხრიდან. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა უყუროთ საკითხს იმის მიხედვით, თქვა რამდენ დანაშაულში ეს პიროვნება ეჭვმიტანილ. ქართულ მხარეს ჰქონდა სამართლებრივი უფლება ერთ დანაშაულში ეჭვმიტანის შემთხვევაშიც კი მოეთხოვა მისი ექსტრადირება. ამდენს ფრანგი ადვოკატები რა თქმა უნდა ოსტატურად ხმარობენ ამ მომენტს და ამბობენ, რომ აი მოთხოვნაში მხოლოდ სიტყვაზე ეს წერია და არ წერია ეს და ეს. მაგრამ თუ თქვათ, რასაც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, არის სხვა დანაშაულის თემებიც, რომელშიც სხვა სახელმწიფოებიც არიან ჩართული, რა თქმა უნდა, აქ უკვე მათ შორის იმ სახელმწიფოებს ექნებათ პრეტენზიის გამოთქმის უფლება, იმის და მიხედვით ექსტრადირება მოთხოვნილი პირი დარჩება საფრანგეთში თუ საქართველოში. რა თქმა უნდა, საქართველოს გადმოცემის შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ ეს იარაღით ვაჭრობის საკითხები დაკავშირებულია საქართველოსთან წამოვა ეს მოთხოვნა და ნაკლებად ფრანგული მხარესკენ, ასე რომ მოთხოვნის ნაწილში ერთ დანაშაულს გამოგითხოვენ თუ 10 დანაშაულს გამო არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კარგი შეკითხვა, ძალიან კარგი შეკითხვა, რა თქმა უნდა, პროგნოზირება საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილების დამოკიდებულია მთავარი პროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს ეფექტურ მუშაობაზე. რამდენად კარგად დაასაბუთებს ეს ორი სახელმწიფო დაწესებულება მოთხოვნის მართებულობას. რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობა ცდილობს თემა გაიყვანოს სამართლებრივი ველიდან, გადააგდოს თემა პოლიტიკურ ველში და თქვას, რომ აი რახან ჩვენი სპონსორი იყო, რახან ჩვენი მოლარე იყო, რახან ჩვენი ძმა და და იყო, ამის გამო მას თქვათ არ შეეხოს ექსტრადირება. ამიტომაც შედეგები დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო როგორ იმუშავებს ფრანგულ მხარესთან და რა თქმა უნდა, პროგნოზირება ფრანგული სასამართლოს მოქმედების მე გამიჭირდება. ნაციონალურ მოძრაობა შეეცდება ამ თემის პოლიტიკურ ველში გადატანას, თუმცა ის ცდელობა, რაც გამოიხატებოდა კოლექტიური წერილის გაგზავნაში, იყო ძალიან დიდი ტაქტიკური შესწავლა მათი მხრიდან დაშვებული, ძალიან დიდი ტაქტიკური შესწავლა, იმიტომ რომ ჩვენ გარდა სამართლებრივი ველისა ვართ მორალურ ფსიქოლოგიურ ველშიც და ფაქტიურად რასაც ლაპარაკობდა ქართული ოცნება და ქართული ხალხი ამ პიროვნების თაობაზე, რომ ეს იყო არა სახელმწიფო მოხელე, არამედ მოძალადე ბიზნესზე და მოლარე, არაკანონიერი მოლარე ნაციონალურ მოძრაობას დაადასტურეს მათ თავიანთი აი ამ განცხადებით და შესაბამისად ფიქრობ, თუ კარგად წარიმართება მოთხოვნა, ექსტრადირება წინ არაფერი არ დაუდგება. დააღებს თუ არა პირს კეზერაშვილი ეს არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი და არც აქვს სურვილი ამ თემებზე ვილაპარაკო. გამოძიების ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ აღიარებითი ჩვენება არ უნდა იყოს მთავარი სამხილი პიროვნების მიმართებაში. და საერთოდ იურიდიულ საზოგადოებაში მიდის კამათი იმაზეც კი, რომ საერთოდ აღიარებითი ჩვენება იყოს თუ არა საჭირო რაიმეზე ბრალის წასატვირად.
დღევანდელი ჩვენი სისტემა ითვალისწინებს სისხლის სამართალში სამხილების ერთობლიობას, უთხوارის სამხილების ერთობლიობას. როცა აღიარებთ ეს გოგონა 40%-იან ბარიერს, სხვა სიტყვაზე, მაინც კიდე სხვა მოთხოვნა დავამტკიცებს, რომ 50%-იანი ჯობია, ისე მისი აღიარება საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, დღევანდელი სისტემით აღიარება საკმარისი არ არის დანაშაულის დადასტურებისათვის აუცილებელია სამხილების უთხوارის სამხილების ერთობლივად. ეს ნიშნავს, რომ 2 ან 3 მტკიცებულება უნდა არსებობდეს მაინც ერთობლივად, რომ ქმნიდეს სურათს. ერთი აღიარებით ჩვენება საკმარისი არ იქნება და მე ყოველთვის გამოძიებას მოვუწოდებ ხოლმე იმისკენ, რომ აღიარებით ჩვენებაზე არ იყოს თავარი ორიენტირი. ოსვალდ ისემოკლეს ამერიკაში რომ არ უღიარებია კენედის ყოლობა, მაგრამ გამოძიება მაინც მივიდა ამ შედეგებამდე, ასე რომ თავარი არ უნდა იყოს აღიარება, თავარი უნდა იყოს ის სამხილები, რომელიც აღიარების გარეშე დაადასტურებს პიროვნების ბრალეულობას. აქ უამრავი სამხილი არსებობს, ყველა მიწის რომ ფინანსური პოლიცია ეს ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი ინსტრუმენტი ქართული საზოგადოების, ქართული ბიზნესის და ქართული პოლიტიკური სპექტრის დატერორებისა და კეზერაშვილი ამის მამა იყო ნამდვილად. მე არ ველოდები ასეთ სცენარით მოვლენების განვითარებას საქართველოში ხელისუფლებას და საზოგადოებას თანამოაზრეა ქვეყნის დასავლურყირებულებებზე ორიენტაციის საკითხი. ჩვენ შევეცადეთ რთული საგარეო პოლიტიკა გვეწარმოებია და ნელ-ნელა ეს პოლიტიკა თავის დადებით შედეგებს იღებს, როცა ჩვენ არ შევცვალეთ ქვეყნის განვითარების ვექტორი, თუმცა შევეცადეთ ურთიერთობის ნორმალიზებას ჩვენ ჩრდილოეთ მეზობლად. და მე ვფიქრობ ეს კურსი, საგარეო პოლიტიკური კურსი არის სწორი. ამან მოგცვა უკვე სასარგებლო შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სავაჭრო, ჰუმანიტარულ ურთიერთობებში, რაც კიდევ განვითარება და გაღრმავება ჭირდება. რაც შეეხება იმას, რომ უკრაინის სცენარით საქართველოს შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამის ალბათობა არის 1-10-თან, ძალიან დაბალი ალბათობა, ამიტომაც მე არ შევაშფოთებდი საზოგადოებას აი ამ მოლოდინით. არანაირი ნიშანი ამის არ არსებობს, ხოლო ის მოწყვლადი ადგილები, რაც საქართველოს ქონდა, ეს ცნობილია ჩვენთვის წინასწარ, ეს არის აფხაზეთი, ეს არის სამაჩაბლო, ეს არის ის 2 მოწყვლადი ადგილი, რომელიც საქართველოს გააჩნია დღეს რუსეთთან მიმართებაში. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მეტნაკლებად მიღწეულია, სასურსათო დამოუკიდებლობა მეტნაკლებად მიღწეულია ამ ქვეყანასთან მიმართებაში ვიძახი, სატრანსპორტო დამოუკიდებლობა აბსოლუტურად მიღწეულია ამ ქვეყანასთან მიმართებაში, სავიზო დამოუკიდებლობა აბსოლუტურად მიღწეულია ამ ქვეყანასთან მიმართებაში, საგანმანათლებლო და სამედიცინო დამოუკიდებლობა, ასე რომ საზოგადოება არ ჩავარდება რაიმე საფრთხის ქვეშ, თუნდაც ამ ქვეყანასთან რაღაც მიზეზების გამო ურთიერთობა გაგვირთულდეს, გარდა აფხაზეთის სამაჩაბლო თემის. რა თქმა უნდა, თეორიულად პირდაპირ აგრესია არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ ამის ალბათობა ასევე თეორიის სფეროა და რა თქმა უნდა არ მინდა დავძაბოთ და საზოგადოება შევიყვანოთ დარმობებში. პირიქით თქვენ მადლობა. აცვია, ეხლა გავიხმურე თავიდან და ნამდვილად არ ვაპირებ